რას გიმზადებთ სამყარო უახლოეს 2 თვეში ეს თემა განვიხილოთ, მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. მნიშვნელოვნად წარმოჩენილი სამედიცინო სფერო გვაქვს, როგორიც არის სასურველი ოპერაციები, გარეგნული ჩარევების მიმართულებით. თუნდაც სწავლა ამ სფეროში, დაწინაურება, მაგრამ განსაკუთრებით მაინც იმიჯის შეცვლა გვაქვს. მაგალითად, პლასტიკური ოპერაციები, ტუჩის გაზრდა, 1000 რამე შეიძლება ჩამოვთვალოთ. ოპერაციები ასევე ჯანმრთელობის დაცვის მხრივაც, რაღაც სერიოზული გადაწყვეტილებები ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. ასეთი ნაბიჯები კი იცით, როგორ ცვლის მთელს ჩვენს ცხოვრებას. გაითვალისწინეთ, ოქტომბერი-ნოემბერიზე ემოციური პერიოდიც იქნება. მწვავე რეაქციები შესაძლოა გქონდეთ ყველაფერზე, რაც თქვენს ირგვლივ ხდება მოვლენების სახით და აქ ცოტა სიფრთხილეა საჭირო ამ ემოციებმა არ გადაგიყვანოთ სხვების მიმართ ბრალდებებში, ეჭვიანობის ფონზე, მესაკუთრეობის და ასე შემდეგ. რაღაც დავაზუსტოთ, ბავშვობაში ჩაბრუნდებით. სამყარო გაიძულებთ თქვენს შიშებსა და კომპლექსებს სათავე მოუძებნოთ, თუ საიდან მოდის და აქვე გიმზადებთ პასუხს, რომ არ იწვალოთ, ჩათვალეთ ყველა ის შიშიც და კომპლექსიც ბავშვობიდან იღებს სათავეს. თუ როგორ გარემოში აღვიზარდეთ, როგორ გავიარეთ სკოლა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერი მაინც ოჯახიდან იწყება. ვიღაც ზედმეტმზრუნველობაში იზრდება, ვიღაც პირიქით სასტიკ გულგრილ გარემოში, რაც აისახება შემდგომ უკვე ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაზე და ზუსტად იმ ბავშვობის ტრამვებში ჩაგაბრუნებთ სამყარო. რაც ძალიან კარგია, რადგან ბევრი თქვენთაგანი ხას გადაუსმევს ყველაფერი იმას, რაც მის ცხოვრებას აზიანებს. ყოფილების დაბრუნებაც გვაქვს აქ. ასევე აქტიურ ფაზაში შევა, რა თქმა უნდა, ყველასთან არა, მაგრამ აი ისეთ წყვილებს ვგულისხმობ უფრო, სადაც მენტალური უხილავი კავშირი გაქვთ. აი ისეთი, როცა ფიზიკურად თქვენთან არ არის, მაგრამ მაინც გრძნობთ მას, ისევე როგორც ის თქვენ. ასეთ წყვილებზე უფრო მაქვს საუბარი. თავად მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ, როცა რაღაც უხილავს გრძნობ მის მიმართ. აყვებით თუ არა ამ ცდუნებას, ეს უკვე თქვენი ნება იქნება, რა თქმა უნდა. რა თქვენი გადაწყვეტილება, მოგინდებათ თუ არა, ყოფილთან, ესე რომ ვთქვათ, დაბრუნება, რადგანაც კი ბატონო არის აი მოწერა, დარეკვა, მსგავსი რაღაც ნაბიჯები. მე წარმატებებს გისურვებთ, პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 673 53 ძალიან გთხოვთ. მირეკავთ, მომწერეთ და გიპასუხებთ.